შეაბიჯეთ მე-17 საუკუნეში. დინოზავრები ჭამდნენ, ამის ფოთოლს ეს. ენერგიას გადმოგცემს ახლა და შეიფიქრე რამე და ეს კიდობანი დამზადებული იყო ბურთხელიდან. ერთდროულად ბევრი მისტიკური და საინტერესო ამბის მოსმენა თუ გსურთ, გორა ბერეჟოულის დენდროლოგიურ პარკს უნდა ესტუმროთ. აქ მე-17 საუკუნის ბოლოდან გურიის ერისთავების რეზიდენცია იყო. ვიდრე სასახლესა და ციხე-სიმაგრემდე მიხვალთ, გზად ეგზოტიკური ხეები შეგხვდებათ. საინტერესო ისტორიებს გურიის ერისთავთა რეზიდენციის მენეჯერი ზაურ ოსეფაიშვილი გვიყვება. მთელი ტურის განმავლობაში ჩვენთან ერთად არის პასკუალეც. პასკუალე არის ჩვენი გიდი. ტურისტებს წინ მიუძღვის. ისტორიები, რომლებსაც ჩვენ პირველად ვისმენთ, პასკუალეს ბევრჯერ აქვს მოსმენილი. დღევანდელ ტურს დენდროლოგიურ პარკზე და მის გამორჩეულ ხე-მცენარეებზე საუბრით ვიწყებთ. ეს არის ამ პარკის მშვენება, ურთხელი, ნოეს კიდობანი დამზადებული იყო ურთხელიდან. ასევე ქრისტე ჯვარზე რო გააკრეს, ურთხელის იყო ეს ხე. ძალიან ძნელად მზარდი მცენარეა, დაახლოებით 4-5 წელი უნდა რომ გაიზარდოს და დიდი გახდეს. ურთხელს უთხოვარსაც ეძახიან, ლეგენდის თანახმად ეს სახელი თამარ მეფეს უკავშირდება. თამარ მეფეს თხოვეს, რომ უთხოვარი მიეცა. თამარ მეფემ უთხრა, რომ ურთხელი მიეცა, თამარ მეფემ უპასუხა, რომ ყველაფერი მთხოვე, რაც გინდა და ოღონ ურთხელს ნუ მომთხოვო და ამიტომ დაარქვეს უთხოვარი. როცა ინგლისში შედიოდა გემები და მომსახურებას უწევდა ნავსადგური, გადასახადი არ იყო თანხით, იყო ურთხელის ხით უნდა გადაეხადა. ინგლისელები ამზადებდნენ აქედან გემებს და სოფლიოში იცით, რომ ინგლისელები ამ გემშენებლობაში ერთ-ერთი მაგდროს ერთ-ერთი პირველები იყვნენ. აქვე ნახავთ მცენარეს, რომლითაც დინოზავრები იკვებებოდნენ და გიგანტურ სეკვოიას. ამას ქვია გინკობილობა. სხვათა შორის ამბობენ, რომ დინოზავრები ჭამდნენ ამის ფოთოლს. ესე იგი, ეს მილიონი წლის, ალბათ ყველაზე უძველესი ხეა აგი დედამიწაზე. ხოდა ესაა გიგანტური სეკვოია. ესა ჩრდილო ამერიკული ჯიში არის, სხვათა შორის 120 მეტრი სიმაღლე იზრდება ამერიკაში და გარშემოწირება 5 მეტრი აქვს. ენერგიის მატარებლებია საერთოდ ხეები და სეკვოიაზე ამბობენ, რომ ყველაზე უფრო დიდ ენერგიას ეს გადმოცემსო და ახლაც რომ მოდიან ტურისტები, განსაკუთრებულად უცხოელები შემოხვევენ ამას ხელს და ჩაუთქვამენ რაღაცას და არის ერთი ამბავი. კი, შეგიძლიათ. სურვილი უნდა ჩაიფიქრო და აგი ენერგიას გადმოგცემს და სურვილს შეგისრულებს. ასეა ლეგენდა. სურნელი ნახეთ, მე ხო იმზეთი სუნი აქვს. კი. თუ დადო ოთახში, ყოღოს ერთად არ იქნება. ანუ ქაფურის ამხის ტოტი რო დადო. ტოტი, კი, რო დადო, ხო არ იქნება. კამპეტის ხე ძალიან კეთილშობილი ხეა და ძველად მეფეები და ისინი სპეციალურად აშენებდნენ ეზოებში, რომ აი ბედნიერების მომტანია. ეს ხის შენობა ერისთავების პირველი სასახლის ანალოგია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მაშინ ნაგებობა 2 სართულისგან შედგებოდა. ერისთავებს პირველი სასახლე მე-18 საუკუნეში აუგიათ, რომელიც ხანძრის დროს დამწვარა. შენობა 4 წლის წინ არქივებში ნანახი ძველი ნახატის მიხედვით აღადგინეს. ფრედერიკ დუბუა დე მონპელიე იყო ასეთი მოგზაური, რომელმაც იმოგზაურა გურიაში და აქაც იყო. და მე-18 საუკუნის სასახლე იმან დახატა და იმ სასახლის ასლი გაკეთდა ახლა და აღდგა ასე როგორც იმ სასახლის ასლი. ვიდრე სასახლიდან ციხე-სიმაგრემდე მიხვალთ, ეზოს ნაწილი უნდა გაიაროთ, სადაც საპიკნიკე ადგილები შეგხვდებათ. აქ იშლებოდა სუფრა. სუფრის თავში იჯდა თამადა და სუფრის ბოლოში მატრაგვეცი. მატრაგვეცი რაია? თამადის მოადგილე. მატრაგვეცი იმიტომ ქვია, რომ თამადის მოადგილეები ზოგიერთები, ხო? თამადაზე მეც ლაპარაკობენ და მატრაგვეცი ქვია. არ უნდა ილაპარაკო თამადაზე მეტი. გორა ბერეჟოულში მე-19 საუკუნის 40-იან წლებში საქართველოში პირველად დაამზადეს ჩაის სამეწარმეო დანიშნულებით. მიხეილ ერისთავს პატარა მეურნეობა და საწარმო ჰქონია.
ვაკეთებ. ესეთი ლეგენდაც მაქვს გაგონილი, რომ თითქოს მიხეილ ერისთავმა ჩუმად ჩამოიტანა არის, კი, არის ლეგენდა ასეთი, რომ ჩინეთიდან ბამბუკის ტროსი ჰქონდა და იმაში ჩაღარა კეკლები და ისე შემოიტანა და ამასობაში ციხე-სიმაგრესთანაც მოვედით. ამ გალავანს მიღმა სრულიად სხვა სამყარო იწყება. აი, შეაბიჯეთ. მე-17 საუკუნეში, კალბატონო. ეს ქვევრები დაახლოებით 250 წლისაა თითეული. და ამ ქვევრებში ერისთავები აყენებდნენ ღვინოს. და აქ არის კიდე ერთი ქვევრი, რომელიც უნიკალურია, ესა ჩვენ წელიწადრიცხვამდე პირველ 1000 ლეულში და თუ დააკვირდებით, ის რა ქვია, ძალიან თხელია, ამას საქართველოში ვერავინ ვერ აკეთებდა და ის რგოლები უნარჩუნებს მტკიცეს. დიდი ალბათობით ციხე-სიმაგრე ერთი გვირაბით მდინარეს, ხოლო მეორე გვირაბით სასახლეს უკავშირდებოდა. ერისთავებს პირველ სართულზე მარანი ჰქონდათ, დღეს აქ მათი ძველი ნივთები ინახება. ერისთავების საგვარეულო ნივთებს დაათვალიერებთ ციხე-სიმაგრის მეორე სართულზეც. გადმოცემით თვითონ ერისთავის მეუღლე გაბრაზებული რო იყო, მოდიოდა და აკეთებდა ღამეს მისი მსახურებითო, მაგრამ რამდენად სწორია ახლა მაგას ვერ ვიტყვით ჩვენ. გადმოცემის მიხედვით ეს სარკე დამზადდა თლად საფრანგეთში 3 ცალი და ერთი ცალი ჩამოუტანეს ერისთავებს და ერთიო როგორც ამბობენ არისო ინახებაო კანადაშიო არისო გამოფენილიო და წარმოედგინეთ თქვენ ამას რატომღაც შეართქვეს ბედნიერების სარკე და იმ კანადაშიც ბედნიერების სარკე ქვია და რატო ქვია ახლა ბედნიერების სარკე ამას ესე იგი სარკე დამზადებული არის ვერცხლზე აქ დიდი ფილოსოფია კი არა სარკე არის ვერცხლზე დამზადებული ვერცხლი არის კეთილშობილი ლითონი და სარკე შესაძლოა არის 250 წლის და ამ კეთილშობილი ლითონი არის აგი და ვერცხლი ხო აქვს ქვედან და აკეთებს აი შეხედე საკეთებს შარავანდელს აკეთებს და ბედნიერების სარკეს რადგან ეძახიან ჩამოდიან საიდან არ ჩამოდიან და ესე იგი არაფერი არ აინტერესებს მარტო ბედნიერების სარკე ხომ აი კი ბატონო არის მობძანდი გვიხსნიან ბედნიერების სარკემ თავისი ფუნქცია რომ შეასრულოს მის წინ უნდა დადგეთ სურვილი ჩაიფიქროთ და ფოტო გადაიღოთ მაშინ მოქმედებს სასაულად თუმე გასათხოვარი თხოვდება ცოლმოსაყვან სოლი მოყვას ვისაც მოყვანილი ღავს იმას ბევრი ფული და ეკონომიური სიძლიერე ექნება და დანარჩენი არის და ეცა რაცა გორა ბერეჟოულის დენდროლოგიურ პარკში კიდევ ბევრ საინტერესო ისტორიას მოისმენთ. ერისთავთა რეზიდენციაში სტუმრობა ყოველდღე დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე შეგიძლიათ. დიდი მადლობა თამარ ბუბაშოს მე ნამდვილად ვიცი ამ ზაფხულს ადმივდივარ ბერეჟოულის ბაღში უნდა მოვძებნო ის სარკე მოვკიდებ ჩემ ორ მეგობარს ხელს გადავედოთ ფოტოს და გასათხოვარი გათხოვდება ცოლმოსაყვანი სექტემბერში შენ და შენ მეგრობს თუ გაექვსებულებს გელოდებით ესე იგი დიდი მადლობა თამარ ამ არაჩვეულებრივი აღმოჩენით ბედნიერების საყოველთაოდ მივდივართ გურიაში და ველოდებით თამარ ბუბაშვილის ახალ თავგადასავალს უკვე შემდეგ და შემდეგ რეპორტაჟი დარწმუნებული ვარ რომ მეორე ნახევარს ვთვალე ბედნიერებას ნამდვილად იპოვით ისეთი კადრები და ისეთი ამბები მოვისმინეთ თამარ ბუბაშვილის რეპორტაჟით